აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე ზესტაფონის მერობის კანდიდატ ვახტანგ ღამბაშიძესთან ერთად ზესტაფონში რუსთაველის ქუჩაზე მცხოვრებ დევნილ მოსახლეობაში ხვდა. გიორგი ჯინჭარაძე დეტალურად გაეცნო კომპაქტურ ჩასახლებაში არსებულ პრობლემებს და დევნილ მოსახლეობას სამომავლო გეგმები გააცნო. როგორც მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში არსებული პრობლემების მოგვარების სწრაფი და ეფექტური რეაგირების მიზნით უახლოეს დღეებში გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას გამართავს, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს მასშტაბით ყველა კომპაქტურ ჩასახლებაში არსებულ პრობლემებს დეტალურად განიხილავს და მათი გადაჭრის ეფექტურ გზებზე იმსჯელებს. ვაგრძელებთ შეხვედრებს დევნილებთან კომპაქტურ ჩასახლებებში, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად მათი მხარდაჭერით ვაიდენტიფიცირებთ იმ პრობლემებს, გამოწვევებს, რაც უდგათ კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას და შესაბამისად შემდეგ უკვე მოვახდენთ ჩვენ რეაგირებას და ამ რეაგირების მიზნით ჩვენ აუცილებლად ვაპირებთ გაფართოებულ შეხვედრას იმის ფარგლებში, რა რესურსით ჩვენ გაგვაჩნია და შემდგომ უკვე ადგილობრივი ხელისუფლების თანადგომით და კოლაბორაციით ვეცდებით, რომ ყველა ეს პრობლემა აღმოვფხრათ შესაძლებლობის ფარგლებში. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად დღეს ვიმყოფებოდით დევნილთა დასახლებაში, სადაც წამოწეული იყო სხვადასხვა სახის პრობლემები და მზად ვართ აფხაზეთის მთავრობასთან ერთად უმოკლეს პერიოდში მოხდეს აღნიშნული პრობლემების მოგვარება. შედეგიანი შეხვედრა იყო. ჩვენი პრობლემები გავაჟღერეთ, ძალიან მნიშვნელოვანი და რაც ძალიან გვიჭირდა, ეს არის სახურავის შეკეთება, მთლიანი გამოცვლა, შეგვპირდნენ ამ პრობლემების აღმოფხვრას.